საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები აღარ გაჩერდება ყოველ შემთხვევაში ზაფხულამდე. ამის შესახებ მედია კონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც მაუწყებლის გამოწვევებზე მსჯელობენ. არხის მენეჯმენტის ახალი გეგმა ბორდის წევრებმა ხვალ უნდა განიხილონ. ნათია ორველაშვილი არკვევს დეტალებს. ნათია, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მენეჯმენტის ახალი გეგმა? თუმცა ახალი გეგმის დეტალების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოგვაწოდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ისე ბორდის წევრებმა, თუმცა მთავარი რაც დღეს ითქვა არის ის, რომ აღარ იმოქმედებს ეგრეთ წოდებული შუქნიშნის პრინციპი, რომელშიც წითელ, ყვითელ და მწვანე ზონებში ნაწილდებოდა გადაცემები რეიტინგის მიხედვით. ეს არის ჯერჯერობით შეთანხმება, რომელიც შედგა ბორდსა და მენეჯმენტს შორის, ხოლო უკვე გეგმას ხვალ მხარი უნდა დაუჭიროს ბორდმა, ისინი ხვალ ისაუბრებენ ამ გეგმის შესახებ უფრო დეტალურად. მივახციეთ რამდენიმე დღის წინ ბორდთან სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმებას რეფორმის განხორციელების და ეს გეგმა იმედია ხვალე დამტკიცდება რეფორმის არსებულ მდგომარეობაზე გადაცემების შემოვა კონკურსით იმ მიმართულებების მიხედვით, რომელიცაც ითვალისწინებს კანონი და ბორდის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტები და ბორდთან იქნება შეთანხმებული. ეს ცხადია მოხდება ახალი სეზონისთვის, მაგრამ მუშაობა უკვე დაიწყება 10 მარტიდან, დაიწყება კონკურსის პროცედურები. წარმოადგენს მენეჯმენტის საპროგრამო პოლიტიკას, ზაფხულამდე რა თქმა უნდა არ შეიცვლება არაფერი და შემდეგ ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რომ ვალდებულებებით შევასრულოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იყოს ეფექტური პროექტები, ეფექტიანი მათ შორის და იყოს ისეთი ხარისხის, ესე იგი, მარცხის სისტემები დანერგილი, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლის ძირძეობას. დღეისათვის ის შემოთავაზება, რომელიც გულისხმობდა გადაცემების დაყოფას მწვანე, ყვითელ და წითელ ფერში რეიტინგის თვალსაზრისით აღარ არის აქტუალური. იმდინარე ბადე სატელევიზიო 17 ივლისის ჩათვლით ბოლომდე იქნება გათვალისწინებული და ყველა გადაცემა გააგრძელებს ფუნქციონირებას. პარალელურად მენეჯმენტი საუბრობს იმაზე, რომ ის გამოაცხადებს კონკურსებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გარანტია. ჩვენ მოვითხოვთ დეტალურად გაწერილ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება ახალი სეზონისთვის მზადება, რა ტიპის აქტივობები იქნება. ჩვენ მოვითხოვთ იმ 4 ძირითადი კრიტერიუმის ჩაშლას. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ყველა საკადრო გადაწყვეტილება მიღებული იყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც განისაზღვრება ჩვენი თითოეული თანამშრომლის უნარ-ჩვევა. რაც შეეხება თავად ღონისძიებას, აქ მსჯელობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გამოწვევებზე, გარკვეული რეკომენდაციებიც გამოითქვა დღევანდელ შეხვედრაზე. ერთჯერადაც დახურვა ბევრი გადაცემისა მხოლოდ რეიტინგის საფუძველზე არ უნდა მოხდეს. შეფასება უნდა მოხდეს მრავალი კრიტერიუმის მიხედვით. და სხვადასხვა ის 4 კრიტერიუმი, რომელიც სამეურვეო საბჭოს შესთავაზა, საკმაოდ მისაღები და რელევანტურია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორედ დღეს აღმოჩნდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლი უკვე ასრულებს თავის ფუნქციას. იგი გახდა საზოგადოებისთვის საინტერესო, მის გამო საზოგადოებას აქვს რეაქცია და ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის და უნდა მოხდეს საზოგადოების ფართო მონაწილეობით. კონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება. ღონისძიებას მართავს კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით. მადლობა, ეს იყო ნათია ორველაშვილი.